ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს კარლ გუსტავ იუნგის ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ. სანამ უშუალოდ ამ თემას შევეხებოდე, მინდა შედარებისთვის მოგიყვანოთ ციტატები ფროიდის და იუნგის ნაშრომებიდან, რათა თქვენ მოგეცეთ საშუალება შეადაროთ მათი შეხედულებები და თვალნათლებ დაინახოთ მათი მიდგომის, ხელოვნებისადმი მათი მიდგომის თავისებურებები. უპირველეს ყოვლისა მინდა მოვიყვანოთ ციტატა ზიგმუნდ ფროიდის თხზულებიდან დოსტოევსკი და მამათა მკვლელობა. მე უკვე მოგახსენეთ თქვენ, რომ ზიგმუნდ ფროიდი თავის ერთ-ერთ მასწავლებლად თვლიდა თევდორე დოსტოევსკის და მისი შემოქმედების შესწავლას, ფსიქოლოგიურ შესწავლას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. აი ამ თხზულებაში დოსტოევსკი და მამათა მკვლელობა ფროიდი წერს. როდესაც იგი იხილავს დოსტოევსკის ფენომენს, როდესაც ცდილობს ახსნას ფსიქოლოგიურად მისი შემოქმედება და უპირველეს ყოვლისა დოსტოევსკის შემოქმედების მოტივაცია, ცდილობს დაუკავშიროს დოსტოევსკის შემოქმედება თევდორე დოსტოევსკის შინაგან ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მის პიროვნებას, მის ფსიქოლოგიურ ბიოგრაფიას, განიხილოს დოსტოევსკის შემოქმედება, მისი ავტორის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, იგი წერს შემდეგს. უპირველეს ყოვლისა, იგი ეხება დამნაშავის თემას, რადგანაც როგორც ცნობილია დოსტოევსკის შემოქმედებაში დანაშაულის საკითხს მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ დოსტოევსკის ეკუთვნის რომანი დანაშაული და სასჯელი და დანაშაულის თემა და დამნაშავის თემა თითქმის ყველა მის თხზულებაში ვლინდება და ცენტრალურ ადგილს იკავებს. აი რას ამბობს ფროიდი დანაშაულის და დამნაშავის შესახებ საზოგადოდ და მერე როდესაც გადადის დოსტოევსკიზე, დოსტოევსკის ფენომენზე, როგორ უკავშირებს დანაშაულის თემას მას. ფროიდი წერს: დანაშაულის რეალური მოტივაციის გამოვლენა არ არის რთული. დამნაშავეს ორი თვისება ახასიათებს: უსაზღვრო თავმოყვარეობა ან ეგოიზმი და ძლიერი დესტრუქციული მიდრეკილება, რომელთა მიზეზია სიყვარულის დეფიციტი ან ადამიანებისადმი ემოციურ შეფასებითი დამოკიდებულების დეფიციტი. დოსტოევსკის პიროვნებაში სადისტური თვისებების ნაკლებობა არაა. პირიქით, ესეთებია გაღიზიანებადობა, მოუთმელობა, ტანჯვისადმი მიდრეკილება. აქ მე პაუზას გავაკეთებ, თვითონ ციტატიდან გადავალ ახალ ციტატაზე, დოსტოევსკი იმპულსურ ადამიანებს განეკუთვნება. შემდგომ იხილავს რა დოსტოევსკის ავადმყოფობას, მის დაავადებას, ფროიდი იგი წერს: ეპილეპტური გულყრა ისტერიის სიმპტომია და ის ადაპტირებულია სახეცვლილი ისტერიის მიერ ისევე, როგორც ეს ხდება სექსუალური პროცესის ნორმალური მიმდინარეობის დროს. როგორც მე მგონი ძალიან ნათლად ჩანს ამ ციტატიდან, როდესაც ფროიდი იხილავს დოსტოევსკის შემოქმედებას, ის ამოდის დოსტოევსკის პიროვნებიდან, მისი მიდრეკილებიდან დანაშაულისადმი და ამოდის დოსტოევსკის დაავადებიდან, ისტერიიდან, ცდილობს ახსნას ისტერია ფსიქოლოგიური რაკურსიდან, არა როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადება, არამედ როგორც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემის შედეგი და ანარეკლი და დაუკავშიროს ეს დაავადება დოსტოევსკის შემოქმედებას, ახსნას შემოქმედება როგორც შედეგი დოსტოევსკის დაავადებისა, როგორც დოსტოევსკისთვის დამახასიათებელი შინაგანი პრობლემების გადატანა, პროექცირება შემოქმედების პროცესში და როგორც სუბლიმაციის ფენომენი. ჩვენ ვისაუბრეთ პროექციასა და სუბლიმაციაზე, როდესაც ვისაუბრეთ ფროიდის ხელოვნების თეორიის შესახებ და ამიტომაც ამ საკითხს მე ახლა აღარ დავუბრუნდები. ეხლა მინდა მოვიყვანო მეორე ციტატა, რომელიც ეკუთვნის იუნგს, კარლ გუსტავ იუნგს და მინდა შემოგთავაზოთ
რამდენიმე ციტატა იუნგის თხზულებებიდან. პირველ რიგში ეს არის ამონარიდი, ეს არის ციტატა იუნგის თხზულებიდან პიკასო, რომელშიც იგი იხილავს პიკასოს შემოქმედებას და ცდილობს მის ახსნას ფსიქოლოგიური რაკურსიდან. ასეთია ციტატა: მოგზაურობა კაცობრიობის ისტორიაში მიზნად ისახავს ადამიანის მთლიანობის აღდგენას, სისხლის მეხსიერების გაღვიძებით. დედასთან დაშვება კატაბაზისი ან ქვესვლა. ფაუსტს აძლევს საშუალებას აღადგინოს ერთიანი ცოდვილი ადამიანი. კერძოდ პარისი გამთლიანებული ელენესთან, ანუ ის ერთიანი ადამიანი, ჰომოტატუსი, რომელიც დაივიწყა ცალმხრივმა თანამედროვე ადამიანმა. როგორც ხედავთ, როდესაც იუნგი ცდილობს ახსნას ფაუსტის ფენომენი, როდესაც ის ცდილობს ფაუსტის ფენომენი დაუკავშიროს საზოგადოდ ხელოვნებას და განიხილოს იგი როგორც ზოგადი პარადიგმა, როდესაც ის ცდილობს ფაუსტის არქეტიპიდან გამომდინარე განიხილოს პიკასოს ფენომენი როგორც მოგზაურის ფენომენი, იგი მიმართავს მითოლოგიას, მიმართავს მოგზაურობის თემას, განიხილავს მას როგორც ქვესვლას, დაშვებას, ადამიანის მთლიანობის აღდგენის მოსაპოვებლად, მოგზაურობას კაცობრიობის ისტორიაში, საუბრობს სისხლის მეხსიერების ფენომენზე, ანუ თაობათა მეხსიერების აღდგენაზე, ადამიანის დაკავშირებაზე მთელი კაცობრიობის ისტორიასთან. აქ არის საუბარი ასევე დედასთან დაშვებაზე, როგორც წინაპრებთან დაშვებაზე, კატაბაზისზე, რომლის შედეგიც არის ერთიანი პიროვნების აღდგენა. ან თუ კი გამოვიყენებთ იუნგის ტერმინს, როგორც სელფის თვითობის მოპოვება, ერთიანი პიროვნების სტატუსის მოპოვება და აი აქ არის ისევ და ისევ მაგალითი მოყვანილი მითოლოგიიდან, ეს არის კავშირი ელენესა და პარისის, ჰომოტატუსი, რომელიც როგორც მიუთითებს იუნგი, სულედ დავიწყებულია თანამედროვე ადამიანის მიერ. ძალიან საინტერესოა, რას წერს იუნგი ფროიდის მიდგომაზე ხელოვნებისადმი, როგორ აფასებს, როგორ განიხილავს ის ფროიდისეულ ხელოვნების ფსიქოლოგიას. მიუხედავად მოგახსენეთ და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზიგმუნდ ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი მიეკუთვნებიან კლასიკურ ფსიქოანალიზს, მათ შეხედულებებს შორის არის ძალიან სერიოზული სხვაობებიც. და აი ჩვენ ახლა მოგვეცემა საშუალება კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ ამ სხვაობების არსებობაში, როდესაც იუნგი იხილავს ფროიდის მიდგომას თავის თხზულებაში პოეზიის თაობაზე, იგი წერს, მე მინდა მოვიყვანოთ ციტატა. პიროვნულ ფაქტორებს ყურადღება გაამახვილებთ, აქვთ ისეთივე უნიშნელო კავშირი მხატვრულ ნიმუშთან, როგორც ნიადაგს მცენარესთან, რომელიც ამ ნიადაგში იზრდება. ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება შევისწავლოთ მცენარის გარკვეული თვისებები მისი ნიადაგის გათვალისწინებით, მაგრამ ეს სულაც არ გვაძლევს სრულ ინფორმაციას მცენარის შესახებ. ანუ ნიადაგის შესწავლით, ნიადაგის თავისებურებათა შესწავლით არ შეისწავლება თავად მცენარე. ვაგრძელებთ ციტატას. ბიოლოგიური ორიენტაციის მქონე ფსიქოლოგია, აქ რა თქმა უნდა, იუნგი გულისხმობს ფროიდის ფსიქოლოგიას, ბევრს ამბობს ადამიანზე, მაგრამ ის ნაკლებად გამოსაყენებელია ხელოვნების და კიდევ უფრო ნაკლებად ხელოვანის შესწავლის პროცესში. მცენარე ნიადაგის უბრალო პროდუქტი არ არის ის დამოუკიდებელი ცოცხალი პროცესია, რომლის არსიც არაფრით არაა კავშირში ნიადაგის თავისებურებებთან. რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობს იუნგი ამ უნარიჩი მცენარისა და ნიადაგის შესახებ, იყენებს მათ როგორც მეტაფორას. მცენარე არის ამ შემთხვევაში
ხელოვნების მეტაფორა, ხოლო ნიადაგი არის იმ ბიოლოგიური პროცესების მეტაფორა, რომლებსაც აშუქებს და რომლებზეც აკეთებს განსაკუთრებულ מחვილს ზიგმუნდ ფროიდის ხელოვნების თეორია. მე კიდევ ერთი ამონარიდი მინდა მოვიყვანო იუნგის თხზულებიდან, ფსიქოლოგია და ალქიმია. მოგეხსენებათ ალბათ კურსიდან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, რომ იუნგი იყო განსაკუთრებულად გატაცებული და დაინტერესებული ალქიმიით და უძღვნა კიდეც ალქიმიას საგანგებოდ ნაშრომი, სახელწოდებით ფსიქოლოგია და ალქიმია. კურსში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში თქვენ სახელმძღვანელოში გაქვთ წარმოდგენილი ვრცელი ამონარიდი აი ამ თხზულებიდან, ამ მონოგრაფიიდან, ფსიქოლოგია და ალქიმია. მე მინდა გაგახსენოთ ძალიან საინტერესო შეხედულება, რომელიც არის აქ წარმოდგენილი. აქ იუნგი იხილავს ამ ნაშრომში, ფსიქოლოგია და ალქიმია, იუნგი იხილავს ძალიან ვრცლად სხვათა შორის სიმბოლოს ფენომენს. როდესაც ჩვენ საუბრობდით ფროიდის ხელოვნების თეორიაზე, ვისაუბრეთ იმის თაობაზეც, თუ რა მნიშვნელობას მიაწერს ფროიდი სიმბოლოს ფენომენს თავის თეორიაში, როგორ ხსნის სიმბოლოს ფენომენს და ეხლა საინტერესოა ვთქვათ, როგორ არის გაგებული იუნგთან სიმბოლო. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ უკვე ამ საკითხს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სიმბოლო არის მეორადი ფენომენი არქეტიპთან მიმართებაში, რომ სიმბოლო არის არქეტიპის ფსიქოლოგიური დამუშავების, ცნობიერი კონტროლის საფუძველზე მისი დახვეწის, გარკვეულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობაში მოყვანის შედეგი და პროდუქტი. და მე მინდა მოვიყვანო იუნგის თხზულებიდან ფსიქოლოგია და ალქიმია ერთი ეპიზოდი, სადაც საუბარი არის მანდალას არქეტიპზე. მანდალას როგორც მაგიური საკრალური წრის მაგალითზე. ჭეშმარიტი მანდალა, წერს იუნგი, ყოველთვის შინაგანი წარმოდგენაა, რომელიც თანდათან იგება წარმოსახვით, მაშინ როდესაც დარღვეულია ფსიქიკური წონასწორობა. საუბარია მანდალას თავისუფალ ინდივიდუალურ აგებაზე. იუნგი საუბრობს მანდალაზე როგორც პიროვნების ფსიქოლოგიურ ცენტრზე. სხვათა შორის იუნგის ფსიქოთერაპიულ ტექნიკაში და მინდა გითხრათ, რომ იუნგი არის არტ-თერაპიის ერთ-ერთი მამა. ჩვენ ვისაუბრეთ არტ-თერაპიის რაობაზე ძალიან ზოგადად, რა თქმა უნდა, და მე მინდა კიდევ აი აქ თქვა დავამატო, რომ იუნგი თერაპიის პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხატვას და თავის პაციენტებს სთავაზობდა დაეხატათ მანდალა, წრე. და აი მანდალის ხატვის პროცესს ის განსაკუთრებულ თერაპიულ მნიშვნელობას ანიჭებდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ უფრო დეტალურად თქვენი სწავლების შემდგომ ეტაპებზე. მე როგორც მოგახსენეთ, თქვენ არტ-თერაპიის საფუძვლებს გაეცნობით სამაგისტრო სწავლების საფეხურზე.